ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინდოელის ტურისტების მოსაზიდად მარკეტინგულ კამპანიებს გეგმავს. რატომ შეირჩა ინდოეთის ბაზარი და ზოგადად როგორი მოლოდინები აქვს მიმდინარე ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით თავად სექტორს. თემაზე სასაუბროთ მაია მახათაძე, კომპანია რადარის დამფუძნებელი გვიერთდება. ქალბატონო მაია, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. დიდი მადლობა თქვენ, ძალიან დიდი მადლობა ნამდვილად. ქალბატონო მაია, დავიწყოთ ზოგადი მიმოხილვითა და ზოგადი ანალიზით. TBC კაპიტალის უკანასკნელი კვლევა გვაჩვენებს, რომ პირველ კვარტალში ტურისტების უცხოელი ვიზიტორების შემოსვლა ქვეყანაში 1.3% არის გაზრდილი. პირველ რიგში როგორ შეაფასებთ ამ მონაცემს, როგორი მოლოდინები გაქვთ, იმდენად რამდენადაც ჯერჯერობით აქტიური ფაზა არ არის და 1.3%-იანი ზრდა რამდენად საკმარისია და თქვენ როგორი მოლოდინი გქონდათ ამ მონაცემთან დაკავშირებით, როგორც სექტორს? მე როგორც სექტორის წარმომადგენელი შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს კომპანიას აქვს პროექტები როგორც თბილისის დედაქალაქში, ისე რეგიონებში. შესაბამისად, სურათს მეტნაკლებად ვხედავთ ფაქტიურად ორივე ჭრილში, ანუ როგორც თბილისის მასშტაბით, ისე სხვადასხვა რეგიონებში და გეტყვით, რომ მას შემდეგ რაც პირობითად გადავლახეთ რაღაც დონეზე ის, რომ იყო ტურისტების ნაკლებობა პირველი თვეები, რომელიც იყო იანვარი, თებერვალი და შემდეგ მარტი-აპრილის პერიოდი დაიწყო, მაისის ჩათვლით შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად იყო აღმავალი დინამიკა. იგივე შემიძლია გითხრათ ივნისის პირველ პერიოდზე მანამ სანამ დადგებოდა კონკრეტული კრიზისი რეგიონში. აქედან გამომდინარე, დღევანდელი მონაცემებით გამიჭირდება თქმა, რამდენად შევინარჩუნებთ აღმავალ ხაზს, იმიტომ რომ დაგვემთხვა ძალიან ცუდად აი ამ სეზონის დასაწყისში ისეთი რეგიონალური კრიზისი, რომელიც ამ შემთხვევაში საკმაოდ ისეთია ფართო რეგიონს მოიცავს და არა მხოლოდ ერთ ან ორ ქვეყანას, ეს არის მთლიანი ზოლი ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყნამდე მთელი გეოგრაფიული ლოკაციის ქვეყნები, რომლებიდანაც საქართველოში ტურისტები შემოდიოდნენ და საკმაოდ ამ ქვეყნებიდან საკმაოდ ეს ორი მსხვილი პარტნიორი, რომელიც ტურიზმზეც საქართველოს ტურიზმი მნიშვნელოვან წილად იყო დამოკიდებული. ძალიან საინტერესო გარემოებას შეეხეთ. ქალბატონო მაია, სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. საკმაოდ რთული მდგომარეობაა ამ კუთხით ახლო აღმოსავლეთში, არც ერთი მხარე ამ ეტაპისათვის არ აპირებს უკან დახევას. საინტერესო არის მოლოდინები, იგივე პირველ ეტაპზე არსებულ მოლოდინებთან და არსებულ მოლოდინებთან შედარებით დაახლოებით რა ნაკადისა და რა პროცენტულ კლებას ელოდებით აღნიშნული მაჩვენებლით და იგივე თავად სასტუმროების დატვირთულობის მაჩვენებელზე თუ მოახდინა გავლენა და აქ გავლენაში იგულისხმება ორი მიმართულება, იგივე უკრაინა-რუსეთის კონფლიქტთან თუ გავალევთ თვალს შორის პარალელს, იქ იყო რომ მაგალითად მიგრანტების ნაკადმა მაგალითად აი დატვირთულობის მაჩვენებლით გარკვეულ პერიოდში დადებითი ტრენდიც კი ბატონო მოახდინა. ამ სიტუაციაში როგორია მოლოდინები? ნახეთ როგორ არის. გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომ წინა შემთხვევაში მაინც ჩვენ გვქონდა სახმელეთო საზღვარი, გვქონდა რა გვაქვს სახმელეთო საზღვარი რუსეთთან, ამიტომ თუ კი ვთქვათ ჩვენ ესე ვთქვათ დევნილი მოსახლეობა წამოვიდა იქედან და გადმოკვეთა ჩვენი სახმელეთო საზღვარი, მათ ამის საშუალება გქონდათ. ეხლა ჩვენ ვსაუბრობთ ორ ისეთ ქვეყანაზე, რომელთანაც ჩვენ არც სახმელეთო საზღვარი გვაქვს და არც საჰაერო. ამიტომ სახმელეთოზე აღარ ვისაუბროთ, მოდი, რადგან საჰაერო მთლიანად დაკეტილია, აქედან გამომდინარე ამ ეტაპზე მანამ დაკეტილია, ამ ეტაპზე რაიმე ტიპის იქედან შემოსვლა არ განიხილება. შესაბამისად, აქ უფრო განიხილება ის, რომ თან ახლა ხასიათითაც ისეთ ქვეყანაზე, ახლა ისრაელზე თუ ვისაუბრებთ, ისრაელისთვის პირობითად ნებისმიერი ტიპის კონფლიქტი არ არის ახალი ამბავი, ამიტომ მისი მოსახლეობა ამას მეტნაკლებად არის გადაწყობილი. უბრალოდ ერთი შეიძლება ისინი ამ დროს თავის ქვეყნიდან არ წავიდნენ, უბრალოდ გააჩერონ მოგზაურობა დროებით. და სხვათა შორის, როგორც ვიცი, ვიზიარმა დაანონსა უკვე, რომ სექტემბრამდე წყვეტს ისრაელის მიმართულებით ფრენებს. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ თუ კი თქვათ რომელიმე ავიაკომპანია, რომელიც ფლობს გარკვეულწილად საჰაერო უსაფრთხოების მეტ ინფორმაციას, ვიდრე თქვათ სასტუმროს მენეჯერები ჩვენ აქ, ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი თვლიან, რომ დაახლოებით გრძელვადაში, თქვათ, 2-3 თვის ჭრილში უყურებენ ამ კრიზისის ჯერჯერობით დაუსრულებელ პოტენციალს. ამიტომ ფაქტია, რომ თუ კი ჩვენ არ გვექნება ამ ქვეყნებთან საჰაერო მიმოსვლა, ცალსახად ჩვენ ამ ტურისტებს და ამ ქვეყნის მოქალაქეებს ჩვენს ქვეყანაში ვერ მივიღებთ. ეს რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთს. მოგახსენეთ წინა რუსეთ-უკრაინის ამბავი. ეხლა აქ მნიშვნელოვანი შეკითხვა არის ის, რომ რამდენად იყო აქამდე ჩვენი ტურიზმი
და ჩვენი ესე ვთქვათ თავისუფალი ნომრების საჭიროება მათთვის ხელმისაწვდომი და რამდენად ვიყავით ჩვენ სასტუმროები დამოკიდებული მათ შემოდინებიდან გამომდინარე ჩვენს დატვირთულობაზე. მე პირდაპირ გეტყვით, რომ ისრაელი არის ისეთი ქვეყანა, რომლის მოგზაური თუ 12 თვე არა, მათი ბუნებიდან და ხასიათიდან გამომდინარე ისინი 9 თვეში მაინც მოგზაურობენ, ანუ გამოდის, რომ 9 თვის ჭრილში, იმედი გვაქვს, რომ ეს მთელ შემდეგ 9 თვეზე არ იქნება გავრცელებული, მაგრამ ზოგადად ვახასიათებ ქვეყანას, ისინი არა მხოლოდ ივლისი-აგვისტოში მოგზაურობენ, ისინი მოგზაურობენ მთელი 12 წლის 12 თვიდან დაახლოებით 9 თვე მაინც. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის ქვეყანა, რომლის მოქალაქეებზეც ჩვენი ტურიზმი არის ძალიან, ესე ვთქვათ, მჭიდროდ დაკავშირებული. მით უმეტეს გავითვალისწინოთ, რომ გვაქვს როგორც ბათუმში, ისე თბილისში ისრაელის ჩარტერები, ანუ არა მხოლოდ ჩვეულებრივი თქვათ რიგითი სამგზავრო ხომალდები, არამედ სპეციალური ჩარტერული ფრენებიც, რაც განსაკუთრებით იზრდება და ყოველთვის იწყება სეზონზე და ეხლა არის ივნისი და რა თქმა უნდა ვართ სეზონის დასაწყისში. ეს ისრაელს რაც შეეხება. ირანთან დაკავშირებით ანალოგიურად გვაქვს ძალიან დიდი ბმა, განსაკუთრებით ირანის ბაზარი ჩვენთან შემოდის მათ დღესასწაულებზე, ეს არის მათი რელიგიური დღესასწაულები, რომელიც თქვათ უშვებს იმას, რომ მათ უნდა იმოგზაურონ ამ დროს და ეს ძალიან მისაღები კულტურაა მათთვის. ამიტომ ვერც ამ ქვეყანას ვერ გამოვრიცხავ ისე ჩვენს მიჯაჭვულობას და ბმას არ გამოვრიცხავ, რომ აქაც გაწყდა გარკვეული კავშირი. ახსენეთ პრინციპში ძალიან საინტერესო დეტალები. ამ დეტალების გათვალისწინებით პრინციპში ორივე საკმაოდ მაღალმხარჯველობითი უნარით გამოირჩევა, ორივე ქვეყნის წარმომადგენლები. აი აქვე უნდა მოვიშველიო ერთ-ერთი კვლევა, გალტენ-ტაგარტის კვლევა ამ შემთხვევაში უკვე, რომლის მიხედვითაც მაისში 4.7%-ით გაიზარდა ტურიზმიდან შემოსავლები წინა წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით. მე მესმის, რომ საკმაოდ რთულია პროგნოზის გაკეთება, მაგრამ იმ სცენარის, ასე ვთქვათ, განვითარების შემთხვევაში, რომელიც თქვენ ახსენეთ, პროცენტულ ჭრილში თუნდაც როგორ შემცირებას ველოდებით ტურისტული ნაკადებისა და შემოსავლების. აი თუ გავიხსენებთ ყველა ნებისმიერ ახლო წარსულში მომხდარ მსგავს კონფლიქტებს და თქვათ რა დროის ინტერვალში ისახება ის ჩვენს ინდუსტრიაზე. პირველი აქვს მომენტალური შოკი, ანუ ეს ცხელი წერტილების გახსნას გულისხმობ, ანუ მომენტალური შოკი აქვს ტურიზმზე, ანუ იმ წუთში იყინება კონკრეტულ იმ დროის მონაცემში იყინება და ფაქტიურად იმ წერტილიდან უახლოესი 10 დღის განმავლობაში იწყება ინტენსიური გაუქმებები, იმიტომ რომ ძალიან არის ტურიზმი დამოკიდებული ადამიანის ხასიათზე, განწყობაზე და ფსიქოლოგიურ გადაცემას რასაც ვეძახით. აბსოლუტურად, ანუ პირველი 10 დღე არის, როდესაც ადამიანი არ იწყებს გაანალიზებას ეს დროებითია თუ მოდმები და მომენტალურად იღებს გადაწყვეტილებას, რომ მოდი ეხლა მე შევცვლი გეგმას, რომელიც ექვემდებარება ცვლილებას. ეს არ არის თუ თქვა ჯანდაცვასთან კავშირშია, ეს სხვა არის, მაგრამ თუ ჩვეულებრივი ადამიანური დასვენება უნდა და ეს გადაფიქრებადია, მოკლედ, ამის თქმა მინდა. აი პირველი 10 დღე არის ფაქტობრივად მომენტალური შოკი ბიზნესზე, იმიტომ რომ ჩვენ 10 დღეში გარკვეულწილად ხარჯებიც გაწეული გვაქვს სამომავლო პერიოდისთვის, პერსონალიც უკვე მზად არის, ანუ მზაობა არის დადებული. და ეს მომენტალური შოკი არის პირდაპირ მინუსი. შემდეგ იწყებს გარკვეულწილად რეგიონი ამ პროცესებთან ადაპტირებას და იქ უკვე მერე ხვდება მოგზაური, რამდენად შეიძლება მისი სამომავლო მოგზაურობა საქართველოში დაიგეგმოს თუ არ დაიგეგმოს. ამიტომ აი დაახლოებით შემდეგი პერიოდი, აი როგორც არის თქვა 2 კვირის შემდეგ, 2 კვირის შემდგომი ჯავშნები ჩვენ გაუქმებული ჯერჯერობით არ გვაქვს, თუმცა ინტენსიური ზრდა ამ კუთხით ჯერ, ანუ აი ვართ ესეთი ნეიტრალურ მდგომარეობაში. თუ გვაინტერესებს ციფრები, ახლა რასაც მეკითხებით, რომ აი კარგი ვთქვათ, გვეუბნები, რომ პირველი 10 დღიანი შოკი გაქვთ ტურიზმში და რა ციფრზეა საუბარი. ახლა მე ჯამურად ამ ციფრებს, რა თქმა უნდა, ქვეყნის მასშტაბით ვერ გეტყვით, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, მაგალითად, ჩვენ როგორც ვზომავთ ჰოტელიერები, რა არის ჩვენი დატვირთულობის პროცენტი და რა პროცენტის კლება მოხდა ამ 10 დღეში. პირდაპირ გეტყვით, რომ დაახლოებით 69%-ზე ვიდექით პირველიდან წინა დღის ჩათვლით მანამ დაიწყო კრიზისი და შემდგომი პერიოდი ჯავშნების პროცენტული მაჩვენებელი ჩამოსულია 30%-მდე. ანუ მოდი ვთქვათ, რომ სადღაც 40%-იანი აი
აი პირველ შოკს ახასიათებს 40%-იანი კლება. 40%-იანი კლება სეზონის მიჯნაზე, ესე ვთქვათ, დასაწყისში ნიშნავს იმას, რომ ყველა ის ცარიელი რესურსი, რომელსაც გაუძლო ტურიზმმა დაბალ სეზონზე, აქ ელოდება ამ რესურსების შევსებას, რომ შემდგომ დაბალ სეზონზე დააბალანსოს და ამიტომ თუ კი 40%-ით გამონთავისუფლდება ჩვენი შემოსავლები, ეს იმას ნიშნავს, რომ სასწრაფოდ გვჭირდება ამის ბალანსირება უკან როგორიმე ფორმით, რომ შემდეგი პერიოდი ხა თან ხო ხვდებით, რომ ამის გარანტია არ აგვაქვს, სად რომელი წერტილი გააქტიურდება მსოფლიოს გულისხმობ ახლა მე და მის ყველა ტიპის გეოგრაფიულ ლოკაციას, რომელიც ჩვენზე ახდენს გავლენას. კი ბატონო. ქალბატონო მაია, მე დასაწყისში ვახსენე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კამპანიები და ზოგადად მიმდინარე სეზონზე მათი სტრატეგია, რომლის ერთ-ერთ სამიზნეთაც განიხილება ინდოეთის ბაზარი. სწორედ ამის შეფასება მინდა ვთხოვოთ, სხვადასხვა კამპანიები არის ჩამონათვალში, რომელზეც ბოლოში ასევე ვისაუბროთ. თუმცა მე მინდა ვკითხოთ, როგორც ჰოტელიერების წარმომადგენელს, რას ფიქრობთ ზოგადად ინდოეთის ბაზარზე, მათი სპეციფიკა, დასვენების სპეციფიკა როგორი არის და იგივე თავად თქვენი სექტორისთვის რამდენად მიმზიდველია ინდური ბაზარი და როგორია მოლოდინები ამ ნაწილთან შედარებით, რატომ შეირჩა თქვენი აზრით ეს მიმართულება? ინდოეთი არის ერთ-ერთი უძველესი ქვეყანა, რომლის მოსახლეობაც მიჩვეული არის თავის ტრადიციებზე, თავის რელიგიაზე და თავის გასტრონომიულ კულტურაზე დამოკიდებულ ქცევას მერე შემდეგ ანალოგიურად ყველა სხვა ქვეყანაში. ამ ქვეყნის მოსახლეობას, რომელიც მოგზაურობის კუთხით გამოირჩევა, ახასიათებს, რომ როდესაც ჩამოდის სხვა ქვეყანაში, ნუ კერძოდ მოდით საქართველოზე ვისაუბროთ, მათ ძალიან უყვართ და სჩვევიათ და პატივს ცემენ თავიანთ ტრადიციებს და სურთ, რომ თავიანთი გემოვნური თვისებებიც, ესე ვთქვათ, აი შემდეგი ერთი კვირა, როცა ისინი მოგზაურობენ საქართველოში, დატოვონ იგივე, ესე ვთქვათ, სტანდარტში. ამიტომ ისინი აუცილებლად ეძებენ ინდურ რესტორნებს, აუცილებლად სურთ, რომ თავადაც ნომერში გქონდეთ ეს თავიანთი კერძების მირთმევის შესაძლებლობა ან ჩვენსავე რესტორნებში, რაც პირდაპირ არ ემთხვევა პირობითად, ეხლა ქართული სამზარეულო და ინდური რო განსხვავებულია, ჩვენ დღეს ამას არ ვამტკიცებთ. ამაში გვაქვს განსხვავება და განსხვავება გვაქვს იმაში, რომ ეს არის მაინც უფრო როგორი მოგზაური იცით, ალბათ უფრო აპარტამენტის მიმართულებით, იმიტომ რომ აი მას მოგზაურია, მრავალრიცხოვანი ოჯახები ყავთ და მათ, ანუ ერთ, თქვათ, მცირე სივრცეში შეუძლიათ მთელმა ოჯახმა დაისვინოს, რაც სასტუმროში ამის ფუფუნება არ აგვაქვს. ანუ ცოტა განსხვავებულია ხასიათით და ტრადიციით, ვიდრე ტიპიური სასტუმროს მოგზაური, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ აპარტამენტებისთვის იყოს იდეალური. კი ბატონო, და გარკვეულწილად აი ამ პარამეტრის გათვალისწინებით შეიძლება შევაფასოთ, რომ ის არის ასევე გარკვეულწილად შედარებით უფრო ბიუჯეტური მხარჯველობითი უნარის მატარებელი ტურისტი? ნუ ხა ინდოეთის ქვეყანა გვესმის მისი ეკონომიკური მდგომარეობა რაღაც ეგ რადიკალურად განსხვავებული ფენა, ანუ არის ან ძალიან ღარიბი, ან ძალიან მდიდარი. მე ვერ გეტყვით ძალიან მდიდრებზე თუ ვართ ახლა ჩვენ ამ შემთხვევაში მზად, თუმცა ის თქვათ საშუალოზე დაბალი ფენა, რომელსაც ეკონომიკურად შეუძლია დღეს მოგზაურობა და რაღაცის უფლებას აძლევს თავს, ეს ვერ იქნება ჯერჯერობით მაღალ მხარჯველ უნარიანი, ზუსტად იმიდან გამომდინარე, რაც მათ თავად როგორც არის მომზადებული თავიანთ ქვეყანაში სიტუაცია. ამიტომაც ისინი თავიდან ვთქვი, რომ აპარტამენტი ზოგადად ხასიათდება უფრო გრძელვადიანი დასვენებით და ბიუჯეტურში შედის, ამიტომ უფრო შეიძლება ამ მოსახლეობისთვის უფრო მისაღები იყოს გრძელი ვადით, თუმცა ბიუჯეტური მოგზაურობა, რაც სასტუმროსთან მიმართებაში ცოტა არ ჯდება, ესე იგი ვთქვათ, მოთხოვნა მიწოდებას. თუმცა მე არც იმას არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ გვყავს ინდივიდუალური მოგზაურები ინდოეთიდან, რომლებიც ნამდვილად აძლევენ თავის თავს უფლებას, რომ გაწვდეთ მათი ჯიბე არაბიუჯეტურსაც. ქალბატონო მაია, დიდი მადლობა თქვენ საინტერესო ანალიზისთვის. მაყურებელს შევახსენებ, მაია მახადაძე კომპანია რადარის დამფუძნებელი იყო ჩვენთან ერთად.